სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა ჩვენთან არს ღმერთი ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს ღმერთმა მრავალს დაგასროთ თქვენ და სრულიად საქართველო ამინ დღევანდელ დღეს წმინდა ეკლესია იხსენებს თომა მოციქულს იხსენებს სწორედ იმ ამბავს სადაც მოციქულმა თომამ გამოაცხადა რომ სანამ მე თვითონ არ ვნახავო მის ჭრილობებს და თითს არ ჩავყოფ შიგნით იქამდე არ დავიჯერებო აი რამდენჯერ ალბათ გაგიგონიათ სიტყვათა ესეთი წყობა რომ ურწმუნო თომა ესე ადამიანები ადამიანებს უწოდებენ შეიძლება ვიღაცა მეგობარს უთხრათ რომ შენ როგორი ურწმუნო თომა ხარ რას ნიშნავს იცით ეს სიტყვები არ ვიცი რამდენად გიფიქრიათ ამ საკითხზე რომ ეს ურწმუნო თომა სინამდვილეში რა ურწმუნოებას გულისხმობს რას იტევს ეს სიტყვები ეს სიტყვათა წყობა რა შინაარს შინაგან მდგომარეობას იტევს ადამიანისას ცოტა რამ მოდი ვთქვათ ამაზე დღევანდელ დღეს მინდა გითხრათ ჯერ ისტორია რომ ერთ შაბათი გახლავთ კვირა დღე ანუ აღდგომის დღე როდესაც დილით გამთენიისას მივიდნენ ჯერ მენელსაცხებლე დედები და ამის შემდგომ მოციქულები და ნახეს რომ საფლავი ცარიელია გამოიქცნენ კვლავ უკან სახლში შეშინებულები არიან კარები გადარაზული აქვთ და საღამო ხანს შემდგომად მზის დასვლისაო ასე ეწერა დღევანდელ სახარებაში ხედავთ რომ აი ამ დახშულ კარში შედის ქრისტე და ეუბნება მათ ასეთ რამეს შვიდობა თქვენთანა შვიდობა არის ეს არის ის აუცილებელი პირობა რომლის გარეშეც შეუძლებელია ადამიანმა ღმერთთან იკონტაქტოს იმიტომ რომ ან ემოციურ ფონზე ან რაღაცა ეიფორიაში მყოფმა თუ მშვიდობა არ მოიპოვა შეუძლებელია მან სწორად დაინახოს რაღაცა მოვლენები რომლის დანახვაც აუცილებლად სასიცოცხლოდ აუცილებელია რომ სწორად იყოს დანახული ეხლავე მოგახსენებთ თუ რატომ შემდგომად 8 დღისა ამ მოციქულებს რო შეხვდნენ ესენი 10 იყვნენ იმას არ ესწრებოდა ამ შეხვედრას არ ესწრებოდა თომა იქ მათ აჩვენა თავისი ჭრილობა რომ დარწმუნებული ყოფილიყვნენ რომ ნამდვილად მკვდრეთით აღდგომილი იესო არის ეს და ამის შემდგომ მოდის თომა და თომას ეუბნებიან ამ სიტყვებს რომ ქრისტე აღდგა აი როგორც ახლა თქვენ არ გიპასუხიათ ისე არ უპასუხა ამაზე თომამ თქვენ კი არ გადანაშაულებთ თქვენ პასუხობთ ამაზე მაგრამ თომამ არ უპასუხა და როგორ ფიქრობთ რატო არ უპასუხა იმიტომ არ უპასუხა რომ განამკვდრეთით აღდგომის შესახებ არ სმენია ისიც იცის რომ ქრისტე უნდა აღდგეს ისიც იცის რომ ქალაქში უკვე ასეთი ჭორები დადის ამას ლაპარაკობენ პირველი ქალებს გამოეცხადათ ქალები ამ საიდუმლოს ვერ შეინახავდნენ ქალებს ამიტომაც გამოეცხადა რომ იმათ ყველასთვის უნდა მოეყოლათ კაცებს შეიძლება ეთქვათ რომ მოდი ჯერ არ ვთქვათ ესეთი ფიქრები აქვს ქალებს არ აქვთ ეგეთი ფიქრები დაიწყეს თქმა ანუ თომამ იცის დაახლოებით ეს ამბები იცის მაგრამ ეხლა მას აწუხებს ეს კითხვები რომ როგორ 10 თუ გამოეცხადა მე რატო არ გამომეცხადა თუ მე არ ვარ ღირსი გამოცხადებისა ერთი ფიქრი შეიძლება ესე იყოს მეორე ფიქრი შეიძლება ესე იყოს რომ რაღაცა ცნობის მოყარეა მოკლედ თომა და ეს ცნობის მოყარეობა ყოველთვის ცუდი კი არ არის გააჩნია შენი ცნობის მოყარეობა რა მიმართულებით მიდის და საით ანვითარებ ამ შენ ცნობის მოყარეობას ამ ცნობის მოყარეობასთან ერთად თომას აქვს საოცარი თავდაჯერებულობა რომ ის არ არის მოდასაყოლილი კაცი რომ ქრისტე აღდგა რო უთხრეს ჭეშმარიტად აღდგაო და ეძახა ასე ხომ ვიძახით ძალიან ბევრი ჩვენგან ისე რომ არც კი ვაცნობიერებთ ამ სიტყვებს იმიტომ რომ ასე მოგვესალმა და ვიცი რომ ამ მოსალმებაზე ასეთი პასუხია საჭირო ისე ვინ მოგესალმა ამასაც მნიშვნელობა აქვს სასულიერო პირს თქვენ არ უნდა უთხრათ ის გეტყვით და თქვენ უნდა უპასუხოთ ეს დაიმახსოვრეთ თქვენზე უპირატესი ვინც არის თქვა სასულიერო პირი ან უხუცესი ადამიანი მისგან დაელოდეთ ამას ან რო შეხვდებით სასულიერო პირს და მშვიდობა შენ და არ არის სწორი მან უნდა გითხრას და შენ უნდა უპასუხო ეს
მიღებული წესი ესეა, მაგრამ თომა ამ წესებს არ ემორჩილება, იმიტომ რომ შინაგანად ესეთი პატიოსანი კაცია. წარმოვიდგინე, ეხლა თქვას ის, რაზეც ჯერ კიდევ ორჭოფობა გააჩნია, არ შეუძლია და ეს პატიოსნება ძალიან დასაფასებელია მასში. მაგრამ წარმოვიდგინეთ შემდგომად 8 დღისა, როცა უკვე თომაც მათთან ერთად არის და ახალი გამოცხადება ხდება, სანამ ამ დღემდე მივიდოდეთ, თქვენ წარმოვიდგინეთ მონაკვეთი 10 მოციქულს რო გამოეცხადა იქედან, ვიდრე გავიდოდა ეს მერვე დღე დადგებოდა და ეხლა თომასთან ერთად ეცხადება კვლავ ყველა მოციქულს. ეს პერიოდი რა მდგომარეობაა თომასთვის? ეს ხომ არის ძალიან დიდი ეჭვის პერიოდი. ეს ხომ არის ძალიან დიდი ბრძოლისა შინაგანი, რომ ეს ეჭვთან ერთად ცხოვრება ყველაზე მეტად საშინელება ადამიანისთვის. ეჭვს ან პირიქით ადგილს უთმობ შენში, რომ გაძლიერდეს და თითქოს რაღაცა დამამტკიცებელი საბუთები წარმოგიდგინოს იმაზე, რაზეც ეჭვი დაგებადა. ან პირიქით ცდილობ რომ განდევნო და ყველა შემთხვევაში ძალიან დიდ ბრძოლაში ხარ. ყველა შემთხვევაში იმყოფები განსაკუთრებულ ბრძოლაში, რომ ეხლა ამ ეჭვს უნდა ებრძოლო. ან პირიქით არ უნდა ებრძოლო და რაღაცა დამამტკიცებელი საბუთები, რომ ამ ეჭვის დასასაბუთებლად გჭირდებოდეს, შეიძლება მოიყვანო, რომ შეიძლება ამათ მოელანდათ. იმიტომ რომ მაშინ ბევრი იყო ესეთი ჭრდილების გამოცხადება, გახსოვთ, მაცხოვარი რომ ფეხით მივა ზღვით სვლაზე, ამბობენ რომ რაღაცა ჭრდილი, ამათ გონიათ რომ მოჩვენებას ხედავენ. იქ პეტრე რომ ციხედან გამოვა, ბორკილები რომ დასვიდება, კარზე დააკაკუნებს და მხევალი რომ გაუღებს, გაიქცევა, სირულა პეტრეაო ამბობს და ისინი ეუბნებიან ალბათ მისი ლანდიაო, იმიტომ რომ პეტრე ციხეში ზისო ეუბნებიან. ასეთი რამ გავრცელებული იყო, ხო შეიძლება თომასაც ეს ფიქრები მოუზდის. მაგრამ ყველაზე მთავარი ღმერთის მოქმედებაა. ყველაზე მთავარი არის ის ღმერთი რას აკეთებს. მერვე დღეს მიდის, იქამდე რატო არ მიდის? მეორე დღესვე მისულიყო, ასეთ ბრძოლაში კაცის დატოვება შეიძლება, იკითხავს ახლა ვიღაცა კაცთ მოყარე, უფლება დამცველი. მე გეტყვით რომ რამდენსაც პატარა წამოიტირებს იმდენი რომ წამოხტებიან ოჯახში რომ ვაიმე ეხლა უნდა დავაწყნაროთ, ასეთი დამოკიდებულება ღმერთს არ აქვს ადამიანთან და თუ არ აქვს, იმიტომ კი არა რომ არ უყვარს მას ადამიანი. ასევეა ჩვენს პატარასთან მიმართებაშიც ახლა რომ ტიროდეს ბასრი დანა მომეცითო, მისცემ მას ხელში ამ ბასრდანას. რა არ გიყვარს როტირის არ უნდა დააწყნარო? უნდა დააწყნარო, რა თქმა უნდა, მაგრამ უნდა დააცადო. თუნდაც ის ტირილი უნდა დააცადო, რომ მიხვდეს ადამიანმა, რომ თავისი არჩევანი თვითონვე უნდა გააკეთოს. ამიტომაც მადლისმიერი მოქმედება ჩვენში ხდება ასე. ერთია ის, რომ მადლი გარდამოდის ადამიანზე და იწყება, მოდი ასე ვთქვათ, მამისა და შვილის ურთიერთობა, ანუ შენი შემქმნელისა და შენი შექმნილის მამა და შვილი ჩვენ ვართ ღმერთთან მიმართებაში, ეს ურთიერთობა. ამის შემდგომ შეიძლება მეორე ეტაპს ეწოდოს ურთიერთობა, როდესაც შენ თითქოს ეს მადლი გაგშორდა, ოღონდ გაგშორდა არა იმიტომ, რომ ღმერთს აღარ უყვარხარ, არამედ გაგშორდა იმიტომ, რომ ეხლა შენ კეთილი ინებე და შენ თვითონ გააკეთე არჩევანი. საით გინდა წასვლა? მადლი რომ გაგშორდა, შენში ეჭვები შემოვიდა. მადლი რომ გაგშორდა, შენში ძალიან დიდი ბრძოლები დაიწყო. მადლი რომ გაგშორდა, რაღაცა სიცარიელეს გრძნობ, მაგრამ არჩევანი შენზეა, საით წახვალ ადამიანო, ვიდრე ხვალ. ხო გახსოვთ ეს შეკითხვა, საით მიდიხარო რომ ეკითხებიან. ამიტომაც მესამე ეტაპი გახლავთ, თუ კი შენ ამ სწორ არჩევანს აკეთებ, ეს გახლავთ უკვე მოქმედება ღმერთთან ერთად, რომ მადლი ბრუნდება გაორმაგებული ძალით, გაორმაგებული სიყვარულით და შენ და ღმერთი ერთ მოქმედებაში ხართ, იმიტომ რომ მის ნებას ეთანხმები, იმიტომ რომ ეს არჩევანი შენ გააკეთე, როდესაც გეგონა რომ მარტო იყავი. ასე იყო თომას მდგომარეობაც. თომას მერვე დღეს, როდესაც ეცხადება, ღმერთს მისთვის კი არ უთქვამს, რომ ოხ შეურწმუნო თომა, ეს რა თქვი და ან რა ბრძოლები და ან რა ეჭვები ქონდა. არ დაუყვედრია არც ერთი წამი. ის ეჭვები, რაც მასში იყო შემოსული, ის ბრძოლები, რაც მასში იყო, ერთი წამითაც არ შეუხსენებია. პირიქით ეუბნება, ხელს უწვდის, თომა, მომეცი შენი ხელი და ნახე ჩემი ჭრილობა.
რომელშიც შეგიძლია ჩაყო ხელი და შენ თვითონ შეამოწმო არის თუ არა ეს და თომა აღიარებს უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი. ამიტომაც მას პასუხობს მაცხოვარი რომ შენ კი ხარო ნეტარიო რომ იხილე და გწამსო, მაგრამ უფრო მეტად ნეტარნი არიან რომელთაც არ უხილავ და ვრწმენე. თომას საშუალებით თითოეული ჩვენგანი ნეტარი გაგვხადა ღმერთმა. ოღონდ რა არის ახლა ეს ნეტარება? ამაზეც ვთქვათ და დავამთავროთ რომ არ დაგღალოთ ძალიან. რა არის იცით ეს ნეტარება? არ გიხილავს და გწამს. ჩვენს თანამედროვე სამყაროში ძალიან ნაკლებობაა სიყვარულისა, ხო მართალია? ძალიან ბევრია განკითხვის სული. ძალიან ნაკლებობაა ნამდვილი და უანგარო მეგობრობისა. ძალიან ბევრია ღალატი. ძალიან ნაკლებობაა ადამიანურობისა და ძალიან ბევრია ყოველივე ამის საპირისპირო არაადამიანური მოქმედებები. ამიტომაც შენ არ გაქვს შეიძლება ყოველ წუთს და ყოველ წამს სიყვარულის, მეგობრობისა და ადამიანობის მაგალითი, მაგრამ თუ შენ ასე ცხოვრობ, თუ შენ არ ეძებ იმას, რომ ეხლა არ მაქვს ამის მაგალითი ნაკლებობაა და ამიტომ მეც მოვიკლებ ამას და არ მეყვარება, ამიტომ უანგარო მეგობრობა არ შემეძლება, ამიტომ ადამიანობას დავკარგავ, მაშინ შენ ესე იგი ეს 8 დღე სულ ტყუილად გაგიტარებია ეჭვებთან ბრძოლაში, იმ ეჭვს გაუმარჯვია შენზე და ამის შემდგომ ჭრილობის ნახვის სურვილიც კი არა გაქვს, რომ აღიარო თომასავით, რომ უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი. ამიტომაც ჩემო ძვირფასებო, ნეტარია ვისაც არ უხილავ და ვრწმენე, წამოძახება, შეპასუხება კი არა და პასუხის გაცემა ამ მისალმებაზე, რომ ქრისტე აღდგა და უპასუხებ ჭეშმარიტად აღდგა, დარჩება მხოლოდ ცარიელი სიტყვები და არა ნეტარების საშუალება. ნეტარება იქნება მაშინ, როდესაც უსიყვარულობაში გიყვარს, უმეგობრობაში მეგობრობ და ნაკლებ ადამიანობაში ადამიანობას იჩენ ბოლომდე. აი ეს გახლავთ ის ნეტარება, რომლითაც არის დადასტურებული, რომ აღიარებ უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი. თორემ მხოლოდ სიტყვით თუ აღიარებ ამას და აი ეს საქციელი არ ახლავს, მაშინ ნეტარება ძალიან შორს არის ჩვენგან. ამიტომაც ჩემო ძვირფასებო, ჩვენ სწორედ ეს 8 დღე გავიარეთ ახლა. აღდგომის საღამოდან დღევანდელ დღემდე. სწორედ ეს 8 დღე გავიარეთ და ამ 8 დღეში დღევანდელ დღეს მაცხოვარი აი ამ წირვაზე გეკითხება შენს თომასავით ხელს გიწვდის და გეუბნება ნეტარი ხარ, რომელსაც არ გიხილავს და გწამს. ოღონდ ამ ნეტარებაში სწორი დამოკიდებულება, სწორი შეხედულება, სწორი მოქმედება გვჭირდება თითოეულ ჩვენგანს, რომ არა მხოლოდ ბაგეების მიერ აღიარება, რომ უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი, არამედ ცხოვრების წესის შეცვლა სიყვარულისკენ, ცხოვრების წესის შეცვლა ადამიანობისკენ და ახალი ადამიანის დაბადება, როგორც მორწმუნე ქრისტიანისა. ამინ. დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ ქრისტე ღმერთმა.